დაუყოვნებლივი პასუხი სწავლება ამ კოდური სახელწოდებით საქართველოში უკვე 1 კვირაა რაც მიმდინარეობს. წვრთნების დროს ვაზიანში დღეს მხოლოდ მსუბუქი შეერაღება გამოიყენეს. ლევან ტრაბიძე ესწრებოდა წვრთნებს და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ლევან ამერიკელი ინსტრუქტორების რა დავალება შეასრულეს დღეს ქართველმა ჯარისკაცებმა. ახნოდა ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება პირობითი სახელწოდებით დაუყოვნებლივი პასუხი ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამხედრო წვრთნებს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები. გათამაშებული იყო ლეგენდა, სადაც ქართულ ჯარისკაცებს დაეკისრათ მოწინააღმდეგის სამხედრო საცავის აღმოჩენა და ტერორისტების გაუნებელყოფა, განეიტრალება. ქართულმა ჯარისკაცებმა დაკისრებულ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ოპერაცია მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ დავალებებთან, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში შეასრულებენ. ქვედანაყოფები გაეჩნდებიან სამშვიდობო ოპერაციების შესასრულებლად. ერთ-ერთი ამოცანა თქვენ წინაშე იყო რეიდი და საკონტაქტო ბრძოლა ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ეს სწავლება მთავარი მიზანი არის ჩვენი ქვედანაყოფების შემდეგში იქნებიან გაგზავნილი სამშვიდობო ოპერაციებში, როგორც ავღანეთში, შესაძლებელია ასევე ერაყში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მანევრები გეგმის მიხედვით განხორციელდა. ჯარისკაცებმა კარგად გაართვეს თავი დავალებას, მაგრამ რა თქმა უნდა ზოგიერთი რამ დასახვეწია. ყველა ის ოპერაცია, რასაც ჩვენ ახლა ვატარებთ, ამ პოლიგონზე მაქსიმალურად მიახლოებულია ავღანურ რეალობასთან. ქართულ-ამერიკული სწავლება 26 ოქტომბერს დაიწყო და კიდევ 2 კვირა გაგრძელდება. ამ საჩვენებელი წვრთნების შემდეგ უკვე ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველებს ღამის პირობებში მოამზადებენ.